მეცნიერულ კოსმოლოგიური კუთხით სამყაროს ახალი ხედვა დღეს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად ცვალებად სფეროდ ითვლება. ჩვენ უკვე ვუახლოვდებით იმ ეპოქას, როცა ფიზიკის, ასტროფიზიკისა და კვანტური თეორიების შერწყმით სამყაროს სრულიად ახლად აღქმას ვიწყებთ. თანამედროვე ფიზიკა სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს იდეას, რომ მატერია ენერგიის მხოლოდ ერთგვარი ფორმაა, ხოლო ენერგია თავის მხრივ შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციის მატარებლად. ეს ნიშნავს, რომ სამყარო შეიძლება აღვიქვათ, როგორც ინფორმაციული ქსელი, სადაც სივრცე, დრო და ენერგია ერთმანეთში გადაჯაჭვული მონაცემებია, რომლებიც მუდმივად გამოთვლად პროცესში არიან. თითქოს კოსმოსი თვითონაა გონიერი კომპიუტერი. თუ ასია, მაშინ კოსმოსი არა უბრალოდ ფიზიკური სივრცეა, არამედ თვით შეგნებული, თვით დაკვირვებადი სტრუქტურა და ადამიანი მისი გამოხატულებაა. ეს რაც შეეხებოდა დღევანდელი გადმოსახედიდან მოკლე შესავალს სამყაროს აღქმაზე. ეს ეპიზოდი მინდა მივუძღვნა სამყაროს ხედვაში სრულიად ახალ ფანჯარას, ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიას, რომელიც 2025 წელს გაიხსნა. ვერა რუბინის ობსერვატორიის მთავარი მიზანია ჩვენი სამყაროს ღრმა, ფართომასშტაბიანი შესწავლა, განსაკუთრებით ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიაზე დაფუძნებით. ჩილეში მდებარე ეს ობსერვატორია ახორციელებს გიგანტურ პროექტს, რომელსაც ეწოდება Legacy Survey of Space and Time, LSST, ანუ კოსმოსისა და დროის მემკვიდრეობის კვლევა. მთავარი მიზნებია ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესწავლა, დაკვირვება გალაქტიკების განაწილებასა და სუპერნოვებზე, რათა გაირკვეს სამყაროს გაფართოების სიჩქარე და სტრუქტურა. დასურათებით ცის პერიოდული მონიტორინგი. ობსერვატორია ყოველ ღამეს იღებს ცის დიდ მონაკვეთებს, რათა შეამჩნიოს ცვლილებები, ახალი ობიექტები და მოძრავი სხეულები. ასტეროიდებისა და კომეტების აღმოჩენა, განსაკუთრებით იმ ობიექტებისა, რომლებიც დედამიწისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. გალაქტიკების ფორმაციისა და ევოლუციის შესწავლა, მილიარდობით გალაქტიკის დასურათების საშუალებით. მცირე მასშტაბის ცვალებადობების კვლევა, მაგალითად, ცვალებადი ვარსკვლავები, გამა ამოფრქვევები და სხვა სწრაფი მოვლენები. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ცის კატალოგი ისტორიაში. მოიცავს დაახლოებით 20 მილიარდ გალაქტიკასა და 17 მილიარდ ვარსკვლავს. მუშაობა მინიმუმ 10 წლის განმავლობაშია დაგეგმილი. დღეში კი დაახლოებით 20 ტერაბაიტ მონაცემს შეაგროვებს. ახლა მოდი უფრო დეტალურად ვნახოთ მის მიერ გადაღებული ცის ხედები, რა ჩანს ახალ ფოტოებზე და რამდენად მასშტაბურია ეს ობსერვატორია. ჩემი არხის მაყურებლებს უკვე ნანახი გაქვთ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული სურათები. ის რთული და დეტალური პორტრეტები ღრმა კოსმოსიდან, რომლებიც ჩვენს წარმოსახვას აღძრავს. მაგრამ აქ, დედამიწაზე, ახალი ობსერვატორია იწყებს ისეთი საოცარი სურათების გადაღებას, როგორც ვებსაც კი არ გადაუღია. 2020 წლიდან მოყოლებული ვები აღტაცებულს გვტოვებს, მაგრამ ვერც კი წარმოგვიდგენია, რამდენად აღფრთოვანებული ვიქნებით ვერა რუბინის ობსერვატორიით. ჩილეში, სერო-პატონის მთის წვერზე მდებარე ამ ობსერვატორიამ ყველაზე დიდი ციფრული კამერის დახმარებით პირველად გადაიღო ეს სურათები. ეს კამერა, რომელიც პატარა ავტომობილის ზომისაა და დაახლოებით 2800 კილოგრამს იწონის, საკმაოდ ძლიერ 3.2 მილიარდი პიქსელის გარჩევადობის სურათებს იღებს. შედარებისათვის ერთი ასეთი ფოტოსანახავად დაგჭირდებოდათ დაახლოებით 385 4K ტელევიზორი ერთად. ეს წარმოუდგენელი რაოდენობის მონაცემია. სინამდვილეში ობსერვატორია ერთ ღამეში დაახლოებით 20 ტერაბაიტ მონაცემს აგროვებს. რადგან ობსერვატორია ჩილეშია, ხოლო მონაცემთა ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შექმნეს სპეციალური 100 გიგაბაიტიანი ინტერნეტ კავშირი, რომელიც მიაწვდის მაიამიზე, ფლორიდაში მდებარე მონაცემთა გამაერთიანებელ ინფრასტრუქტურას ამ მონაცემებს. პირველი ოფიციალური სურათები 2025 წლის ივნისში გამოქვეყნდა და ჩემი აზრით ისინი ყველაზე შთამბეჭდავ ასტრონომიულ სურათებს შორისაა, რაც კი ოდესმე მინახავს და ეს მხოლოდ დასაწყისია. რა გვიჩვენეს ამ პირველმა სურათებმა, როგორ გადაიღეს ისინი და რას იმედოვნებენ ასტრონომები ამ ამბიციური პროექტიდან მომდევნო წლებში. ახლა ამ გასაოცარ სურათებს გავხსნით და გავიგებთ, როგორ შეიძლება ამ რევოლუციურმა ობსერვატორიამ შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე.
იმის მიუხედავად, რომ გარკვეული ოპერაციები უკვე დაწყებულია, ეს ობსერვატორია განწირულია გახდეს თანამედროვე ასტრონომიის ლეგენდა. ის ატარებს ქალის სახელს, რომელიც თავადაც ლეგენდა იყო. 1960-იან წლებში, როცა ქალები იშვიათად ჩანდნენ ასტრონომიაში, დოქტორმა ვერა რუბინმა ბნელი მატერიის არსებობის შესახებ პირველი დამაჯერებელი მტკიცებულება აღმოაჩინა. და ეს მოახერხა იმ ფონზე, რომ ერთდროულად იყო მეცნიერი და დედა. ძალიან დასაფასებელია, რომ ასეთი პიონერული ობსერვატორია ატარებს არანაკლებ პიონერი ასტრონომის სახელს. და როგორც მისი სახელწოდება გვპირდება, რუბინის ობსერვატორიაც არ გაგვიცრუებს იმედს. ის რაც კოსმოსურ ტელესკოპებს, ჰაბლს და ვებს ასეთი მკვეთრი სურათების გადაღების საშუალებას აძლევს, არის მათი მდებარეობა დედამიწის მიღმა, ღია კოსმოსში. იქ ისინი თავისუფლებიან ამინდისა და სინათლის დამაბინძურებელი ფაქტორებიდან, ღრუბლებიდან, რაც ჩვეულებრივ ხელს უშლის მიწაზე მდებარე ტელესკოპებს. ზუსტად ამიტომ აშენდა რუბინის ობსერვატორია ჩილეს ატაკამის უდაბნოს მთებში, ერთ-ერთ საუკეთესო დასაკვირვებელ ადგილას დედამიწაზე. ძალიან მშრალი ჰაერი და უკიდურესად ბნელი ცა, იდეალურ პირობებს ქმნის მიწაზე დაფუძნებული ასტრონომიისთვის. და ეს ობსერვატორია მარტო არ არის. იგივე რეგიონში მდებარეობს სამხრეთის ასტროფიზიკური კვლევის ტელესკოპი, ჯემინის ზოუს ობსერვატორია, Giant Magellan ტელესკოპი და ევროპის უზარმაზარი ტელესკოპი ELT. ეს ადგილი უკვე მრავალჯერ დამტკიცდა, როგორც გამორჩეული სამეთვალყურეო წერტილი. საინტერესოა, რომ რუბინის ობსერვატორია არ იმართება დიდი სააგენტოების, როგორიცაა NASA-ს ან ESO-ს მიერ. ის დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ და ასტრონომიის კვლევებში ჩართული უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ იმართება. რუბინის ობსერვატორიაში მდებარეობს სიმონის სერვისის ტელესკოპი, რომელიც დასრულების შემდეგ მსოფლიოს მე-7 უდიდესი ტელესკოპი გახდა. მისი მთავარი სარკე 8.4 მეტრია, მეორადი 3.5 მეტრი, მაგრამ ზომა ყველაფერი არ არის. რაც მას უნიკალურს ხდის, არის მესამე 5 მეტრიანი სარკე. ტელესკოპების უმეტესობა იყენებს ორ სარკეს, სინათლის ფოკუსირებისა და ოპტიკური დამახინჯების შესასწორებლად, ხოლო სიმონის ტელესკოპი იყენებს 3 სარკეს, რაც წარმოუდგენლად მკვეთრ ხედს იძლევა. ტელესკოპის ბოლოს მიერთებულია არანაკლებ შთამბეჭდავი კამერა, რომელიც აღბეჭდავს იმას, რასაც ტელესკოპი ხედავს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კამერა, დაახლოებით 3 მეტრის სიგრძით და 1.6 მეტრის სიგანით. ის იღებს ულტრაიისფერი, ხილული და ინფრაწითელის სინათლის სპექტრში და სენსორების წინ ფილტრების გადასანაცვლებლად რობოტულ ხელს იყენებს. ამ კამერას ეწოდება მემკვიდრეობის კვლევა სივრცისა და დროის შესახებ LSST. ის განკუთვნილია ცის 10 წლიანი მონიტორინგისთვის. LSST-ს კამერა შედგება 189 ინდივიდუალური სენსორისგან და აღჭურვილია 3 უზარმაზარი კვარცის ლინზით. თითოეული კადრი ცის 10 კვადრატულ გრადუსს მოიცავს, რაც საოცარ ოპტიკურ ხარისხს იძლევა. ეს ძალიან ფართო ხედია. ერთი სურათი შეიცავს ცის იმარეს, რაც დაახლოებით 45 მთვარის ტოლია. თუ მას წინა პროექტს შევადარებთ, სახელწოდებით Sloan Digital Sky Surveys, LSST 3 დღეში აკეთებს იმას, რისთვისაც SDSS 20 წელი დასჭირდა. SDSS-მა 20 წლის განმავლობაში ცის 95% დაფარა, ხოლო LSST-ს შეუძლია მთლიანი ხილული ცის რუკირება. სამხრეთ ნახევარსფეროში, ანუ ცის დაახლოებით 50%-ზე, ყოველი 3 დღიანი სკანირებით. 10 წლიანი მანდატი მიზნად არის ახავს მხოლოდ ცის უფრო დიდი უბნების დაფარვას. მისი მიზანია ჩვენი სამყაროს დროში დამახსოვრება, კოსმოსის დროითი განზომილების რუკი შექმნა. რაც საშუალებას მოგცემს შევქმნათ მთლიანი ცის საძიებო ტაიმლაპსი, ფილმი და მისი ცვლილებები დროის განმავლობაში. შემდეგ კი ისე დავაკვირდეთ, როგორც აქამდე არასდროს შეგვძლებია. როგორც ნებისმიერი ცის დამკვირვებლის LSST-ს მიზანია შეისწავლოს ყველაფერი, რაც კი ღამით ცაზე ჩანს, თუმცა მას აქვს 4 მთავარი სამეცნიერო ამოცანა. შეისწავლოს ბნელი მატერია და ბნელი ენერგია, ჩამოაყალიბოს მზის სისტემის ობიექტების კატალოგი, როგორიცაა ასტეროიდები და კომეტები, დააკვირდეს გარდამავალ მოვლენებს, მაგალითად სუპერნოვებს, ცვალებად ვარსკვლავებსა და გამა ამოფრქვევებს და შეადგინოს ირმის ნახტობის ვარსკვლავთა რუკა.
ასეთი პროექტები, როგორიცაა გაია, ფანსტარსი, დესი და სლოანი, საფუძვლეს უყრინდნენ ამ სამუშაოს, მაგრამ რუბინის ობსერვატორია ბევრად უფრო შორსავა. მაგალითად, მოსალოდნელია, რომ მისი მონაცემების საშუალებას მოგცემს აღმოვაჩინოთ მილიონობით ახალი ასტეროიდი. ნიშნულოვნად გავაფართოვოთ ჩვენი კატალოგი და შევქმნათ მონაცემთა ბაზა, რომლის მსგავსი აქამდე არასოდეს გვქონია. საბედნიეროდ, ჩვენ არ დაგვჭირდება 10 წელი ლოდინი, რომ გავიგოთ, რას მოგვიტანს ეს ახალი ობსერვატორია. LSST-ის გუნდი პროექტის განმავლობაში პერიოდულად გაავრცელებს გამოსახულებებს, რაც მსოფლიოს შესაძლებლობას მისცემს თვალყური ადევნოს ახალ აღმოჩენებს. როგორც აღვნიშნე, პირველი ამ სურათთაგან გამოქვეყნდა 2025 წლის ივნისში და დარწმუნებული ვარ ისინი თქვენ მოგეწონათ. მხოლოდ 10 საათზე ოდნავ მეტი სატესტო დაკვირვების შემდეგ რუბინის ობსერვატორიამ უკვე დააფიქსირა კოსმოსური მოვლენები უპრეცედენტო მასშტაბით, მილიონობით ვარსკვლავი და galaktika, ათასობით ასტეროიდი და ეს სურათები მხოლოდ მცირე ნიმუშია იმისა, რაც წინ გველის. ახლა რასაც ხედავთ, არის ერთ-ერთი პირველი სურათი, რომელიც ობსერვატორიამ გამოაქვეყნა. ეწოდება Cosmic Treasure Chest-ი, კოსმოსური საგანძური. იგი შედგება 1185 ექსპოზიციისგან, რომლებიც 7 ღამის განმავლობაში გაკეთდა და აჩვენებს რეგიონს სამხრეთ ქალწულის galaktikურ გროვაში, დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წლის დაშორებით. ეს არის ჩვენს galaktikasთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდი galaktikური კლასტერი. ეს 25 გრადუსიანი მოზაიკა ვარსკვლავებისა და galaktikების საოცარ მრავალფეროვნებას წარმოგვიდგენს. იგი აერთიანებს იმავე უბნის მრავალჯერად გადაღებებს, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფილტრით, რათა გამოვავლინოთ ისეთი სუსტი დეტალები, რომლებიც სხვაგვარად შეუმჩნეველი იქნებოდა. თუ მიუახლოვდებით გარკვეულ მონაკვეთებს, ზედა მარცხენა მხარეს ორი დიდი სპირალური galaktika დომინირებს ხედში. ხოლო მათ ზემოთ ჩანს 3 ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფი galaktika. მათ შორის იწელება მადარიის ძაფები, ხოლო გარშემო სურათს ამშვენებს როგორც ახლო, ისე შორეული galaktikuri ჯგუფები, პლუს ჩვენი ირმის ნახტომის რამდენიმე ვარსკვლავი წინა პლანზე. სურათის მეორე მხარეს ჩანს განსაკუთრებულად დინამიკური რეგიონი, რომელსაც Cosmic Drama უწოდეს, ანუ კოსმოსური დრამა. აქ ჩვენი galaktikis კაშკაშა ვარსკვლავები ჩანს წინა პლანზე. მათ უკან კი ათეულობით ახლო galaktika და შორეული მოწითალო galaktikების ზღვასაბით ფონია. ამ ერთ სურათში ასახულია დაახლოებით 10 მილიონი galaktika, რაც წარმოადგენს სულ რაღაც 0.05% იმ 20 მილიარდი galaktikიდან, რომლის დაკვირვებასაც რუბინის ობსერვატორია გეგმავს მომდევნო 10 წლეულის განმავლობაში. მეორე ადრეული გამოსახულება შთამბეჭდავი მოზაიკაა 2 ნისლეულის, რომელიც გადაღებულია მხოლოდ 7 საათიანი დაკვირვების განმავლობაში და 678 ინდივიდუალური სურათისგან შედგება. ერთეულ ექსპოზიციაზე ამ ნისლეულების მტვერი და ღრუბლები შესაძლოა სუსტად ჩანდეს ან საერთოდ არ გამოჩნდეს, მაგრამ ასობით გადაღების გაერთიანებით ეს დეტალები გაცილებით მკაფიო ხდება. მოზაიკის ცენტრში მდებარეობს ლაგუნის ნისლეული, დედამიწიდან დაახლოებით 5200 სინათლის წლის მანძილზე. ეს ვარდისფერი, თირკმლის ფორმის უბანი. ერთ-ერთია იმ იშვიათი ვარსკვლავთ წარმოქმნილ ნისლეულებს შორის, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შუა განედებიდან. თუ ამ ნისლეულს ტელესკოპიდან ბინოკლით დააგვირდებით, ის მოგეჩვენებათ როგორც ნაცრისფერი ღრუბლების მცირე ლაქა. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის თვალს შეუძლია მხოლოდ გარკვეული სიხშირის სინათლის აღქმა, მაგრამ რუბინის ობსერვატორიას შეუძლია უფრო ფართო სპექტრის აღქმა. ეს დამატებითი სიხშირეები შეიძლება სურათში ჩაემატოს სხვადასხვა ფერების სახით. მაგალითად, ამ გამოსახულებაში ინფრაწითელი სინათლე, რომელიც ჩვეულებრივ ცივი ობიექტებისთვის არის დამახასიათებელი, მიენიჭა წითელი ფერი, ხოლო თბილ ულტრაესფერ სიხშირეებს ლურჯი ფერი. შედარებისათვის, NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით 2018 წელს გადაღებული იგივე ლაგუნას ნებულას ოპტიკური გამოსახულება. როგორც ხედავთ, ჰაბლის სურათი მდიდარია დეტალებით და ასევე იყენებს სხვადასხვა დამატებულ ფერებს იმისათვის, რომ წარმოადგინოს ინფორმაცია, რასაც ადამიანი თვალით დამოუკიდებლად ვერ ხედავს. ამ შემთხვევაში ფერები წარმოადგენენ სხვადასხვა ნაწილაკებს, რომლებიც სურათშია გამოვლენილი. ასევე შენიშნავთ, რომ ჰაბლის ეს სურათი ძალიან ახლო ხედშია. დაახლოებით 4 სინათლის წლის ფართობზეა. თუმცა, რუბინის ობსერვატორია ლაგუნას ნებულას გაცილებით ფართო ხედს მოგცემს. სინამდვილეში განსხვავება შოკისმომგვრელია. ლაგუნას ნებულა საოცარი 55 სინათლის წლის სიგრძის და 20 სინათლის წლის სიგანისაა. თუმცა, რუბინის სურათში ის მხოლოდ მცირე ნაწილია.
რატომა ასეთი განსხვავება? ჰაბლი შექმნილია ინდივიდუალური ობიექტების გამოსახვისთვის. მის 2.4 მეტრიან მთავარსარგეს შეუძლია გადაიღოს ინდივიდუალური ობიექტების 16.8 მეგაპიქსელიანი სურათები, ხოლო რუბინის ობსერვატორიის 8.4 მეტრიანი მთავარი სარგის 3.2 მილიარდი მეგაპიქსელიანი კამერა შექმნილია იმისთვის, რომ გადაიღოს ცის უზარმაზარი მონაკვეთები განსაკუთრებული დეტალიზაციით. ჰაბლის ხედვის ველს ერთ სურათში შეუძლია დაინახოს მთვარის ზედაპირის დაახლოებით 1%-ის ეკვივალენტი. რუბინის ხედვის ველი კი იმდენად ფართოა, რომ ერთი გამოსახულებით შეიძლება დაინახოს მთვარის ზედაპირის 40%-იანი ფართობი. ეს ნიშნავს, რომ რუბინის ობსერვატორია შეუძლია გადაიღოს 4000-ჯერ მეტი ცის ფართობი, ვიდრე ჰაბლს ერთ სურათში. სწორედ ამიტომაა ის ასეთი განსაკუთრებული. გავიხედოთ კვლავ რუბინის მოზაიკურ სურათზე. ეს ფართო ხედვის ველი არა მხოლოდ მთელ ლაგუნას ნებულას აჩვენებს, არამედ შესაძლებელია სხვა ობიექტების იდენტიფიცირებაც. ზედა ნაწილში შეგიძლიათ შენიშნოთ ლურჯი სინათლის კლასტერი. ეს არის ღია ვარსკვლავთა ჯგუფი, ცნობილი როგორც მესიერ 21. მის ქვემოთ ვარდისფერი ლურჯი ნათება წარმოადგენს თრიფით ნებულას, ცნობილი ასევე როგორც მესიერ 20. რომელიც მდებარეობს 9000 სინათლის წყლის მანძილზე, ვერძის თანავარსკვლავედში და ზოგჯერ მცირე ტელესკოპებითაც ჩანს. ქვემოთ არის კიდევ ერთი ღია ვარსკვლავთა ჯგუფი, ბოჩუმ 14, ხოლო მოზაიკის სურათის ქვედა ცენტრშია მჭიდროდ ჩაჭერილი გალაქტიკური კლასტერი NGC 6544, რომელიც ათასობით ვარსკვლავს შეიცავს. ამ გამოსახულებებში ვარსკვლავებისა და გალაქტიკების რაოდენობა უბრალოდ აღმაფრთოვანებელია და წარმოიდგინეთ, რომ უფრო დიდ მოზაიკურ სურათში ეს გლობალური კლასტერი მხოლოდ პატარა წერტილია. და ეს მხოლოდ ლამაზი სურათები არაა. რუბინის ობსერვატორია უკვე ქმნის რეალურ მეცნიერულ შედეგებს. მხოლოდ 10 საათში ობსერვატორიამ შეძლო ჩვენ მზის სისტემაში 2104 ასტეროიდის იდენტიფიცირება, რომელთა არსებობაც ადრე უცნობი იყო. მათ შორის 7 დედამიწასთან ახლოს მყოფი ასტეროიდი, რომლებიც საბედნიეროდ საფრთხეს არ წარმოადგენს. შედარებისათვის ყოველ წელს დაახლოებით 20000 ახალი ასტეროიდი იდენტიფიცირდება სხვა ობსერვატორიების კომბინირებული ძალისხმევით. რუბინი კი სავარაუდოდ მილიონობით ახალ ასტეროიდს გამოავლენს ოპერირების პირველ 2 წელს. ის შეიძლება იყოს ჩვენი საუკეთესო ხელსაწყო იმ უჩვეულო ვარსკვლავთშორისი ვიზიტორების აღმოჩენისთვის, რომლებიც გადიან მზის სისტემის გავლით, როგორიცაა ოუმუამუა ან 2i ბორისოვი, ან თუნდაც სულ ახალი 3i ატლასი. ასტრონომების შეფასებით, ასეთი ვიზიტორები ჩვენი შინაგანი მზის სისტემის გავლით დაახლოებით წელიწადში ერთხელ მოდიან, მაგრამ ახლახან გაჩნდა სარვეი, იგივე მძებნელი ტელესკოპები, როგორიცაა პან-სტარს 1 და რუბინი, რომლებსაც მათი აღმოჩენა შეუძლიათ. ამის გარდა, ობსერვატორიამ დააფიქსირა 46 მიკროსკოპულად პულსირებადი ვარსკვლავი, ცნობილი როგორც RR Lyrae ვარსკვლავები, რომლებიც ხშირად გამოიყენება მანძილის გაზომვისთვის. ძებნის განმავლობაში რუბინი სავარაუდოდ კიდევ 100,000 ასეთ ვარსკვლავს იპოვის. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გადაჭიმული იყოს მილიონობით სინათლის წყლის მანძილზე დედამიწიდან. ამ ვარსკვლავების აღმოჩენით რუბინი დაეხმარება ასტრონომებს, რომ რუკის სახით გამოიკვლიონ ჩვენი მკვდარი გალაქტიკის გარე ნაწილი და მისი სტრუქტურა. პირველ წელს რუბინი დააგროვებს უფრო მეტ ოპტიკურ მონაცემებს, ვიდრე ყველა წინა ობსერვატორია ერთად. ძებნის ბოლოს ის გამოიმუშავებს დაახლოებით 500 პეტაბაიტ მონაცემებს, რომლებიც შეიცავს მილიარდობით ობიექტსა და ტრილიონობით გაზომვას. ნამდვილი ოქროს საბადო იქნება მკვლევარებისთვის მომდენო 10 წლეულებში. რუბინის ობსერვატორია რეგულარულად აღბეჭდავს წამიერ კოსმოსურ მოვლენებს რეალურ დროში, ასევე შექმნის 10 წლეულის ტაიმლაპს სამყაროზე. რუბინის გარდა კიდევ ერთი ამაღელვებელი ტელესკოპი, რომელმაც ახლახან დაიწყო მუშაობა ევკლიდია. იხილეთ მისი პირველი ფოტოები აქ. და თუ გსურთ, შეგიძლიათ თავად შეისწავლოთ რუბინის გამოსახულებები. ეწვევთ webwords skywviewer.app. ძალიან სახალისოა ამ სურათების გადიდება. უმაღლეს რეკომენდაციას ვუწევ ამ პლატფორმას. 500 პეტაბაიტის მონაცემების გადაქექვა იშვიათი კოსმოსური მოვლენების საძიებლად სუსტი გულისათვის არ არის. ეს მოითხოვს პრობლემების გადაჭრის გამჭრიახ უნარებს და מחვილ კრიტიკულ აზროვნებას. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ეს უნარები მხოლოდ პროფესიონალი მეცნიერებისთვის არ არის განკუთვნილი. სწორი მიდგომით, მათი სწავლა ნებისმიერ შეუძლია.
მოკლედ, რუბინის ობსერვატორია თანამედროვე ასტრონომიის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია, რომლის მიზანიცაა ჩვენი ცოდნის გაღრმავება სამყაროს სტრუქტურისა და ევოლუციის შესახებ. მისი მთავარი ინსტრუმენტები კოსმოსის ღრმა სივრცეში უფრო ხარისხიანად და დეტალურად გახედვის საშუალებას მოგცემს. ვერა რუბინის ობსერვატორია დააგროვებს უზარმაზარ მონაცემებს ასობით მილიონი galaktikis შესახებ. დაგვეხმარება ბნელი მატერიის განაწილების რუკის შედგენაში, გრავიტაციული ლინზირების საშუალებით. ასევე სამყაროს გაფართოების სიჩქარისა და ბნელი ენერგიის თვისებების უფრო ზუსტ განსაზღვრაში. ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ტესტი კოსმოლოგიის სტანდარტული მოდელისათვის. სხვა დედამიწისეულ თუ ღია კოსმოსში გაშვებულ ტელესკოპებთან ერთად, ვერა რუბინის ობსერვატორია ჩვენი დიდი თვალი იქნება შეუცნობელი კოსმოსური სივრცის უკეთ შეცნობისათვის. დავალოდოთ მისგან უნიკალურ და განსაცვიფრებელ სიახლეებს. რა თქმა უნდა, კოდი მათ აუცილებლად შემოგთავაზებთ მომავალში. თუ თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პროექტის არსებობას, ვიდეოს მოწონებითა და არხის გამოწერით. აბა, დროებით.